ყვავილობაში შესვლამდე იაპონური ჯიშების უმეტესობას სჭირდება მტევნების ფორმირება. ფორმირების გარეშე ვერ გამოვა ისეთი ლამაზები, როგორიც ფოტოში ჩანს ხოლმე. ეს არის ურძენი ჩემი გული, იაპონური ჯიში. ამ მტევანზე უნდა შეეცალოს ეს სუნთელი რაც აქვს და დარჩება მხოლოდ წინ წვერში სადღაც 3 სანტიმეტრამდე. აი დარჩა მარტო ეს წინ პატარა ნაწილი. აი მეორე მტევანზეც გავაკეთებ იგივენაირად. ყვავილიდან რომ გამოვა მტევანი, ყვავილიდან გამოსვლის შემდეგაც დასჭირდება თვითონ აი აქედან ზედმეტი მარცვლების შერიდება, პატარა მარცვლების და შემდეგ დასჭირდება სხვადასხვა დამუშავება უნდა კიდე რომ ისეთი ლამაზი გამოვიდეს, როგორც ფოტოებში ჩანს ხოლმე.